თავაზობ კინგსის ოლიმპიადის ინგლისური ენის ტესტის პასუხების ფურცლის შევსების ინსტრუქციას. მონაწილეებს ჩატარების ადგილზე დახვდებათ ტესტი და პასუხების ფურცელი. ტესტის პირველ გვერდზე დატანილია უნიკალური კოდი, რომელიც ყველა მონაწილისთვის ინდივიდუალურია და რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები მიღებული ფულისა და საკუთარი ნაშრომის ნახვას შეძლებენ კინგსის ოფიციალურ ვებგვერდზე. პასუხების ფურცელი შედგება ორი ნაწილისგან. პირველია საინფორმაციო ვერი, რომელშიც მონაწილეები საიდენტიფიკაციო მონაცემებს ავსებენ. მეორე კი სამუშაო ბლოკი, სადაც მოსწავლეს თითოეული დავალების სწორი პასუხი გადააქვს. მონაწილეს ტესტი თანილი აქვს, პასუხების ფურცელი კი დამკვირვებელთან რჩება. მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეს უპირველესად საინფორმაციო ველს ავსებს. პასუხების ფურცელზე გადააქვს მონაწილის 6 ნიშნა კოდი და თითოეული ციფრის ქვემოთ შესაბამის ხუთშას აფერადებს. ასევე აფერადებს იმ კლასის გრაფას, რომელშიც სწავლობს. მომდევნო გრაფა განყოფილია მონაწილის პირადი ინფორმაციისთვის. მითითებულ ველში მოსწავლე წერს სახელს, გვარს, ქალაქს, სადაც ცხოვრობს, სკოლას, რომელშიც სწავლობს, ინგლისური ენის მასწავლებლის სახელსა და გვარს. აუცილებელია პასუხების ფურცელზე მივთითოთ მობილური ტელეფონის ნომერი და თითოეული ციფრის ქვემოთ გააფერადოთ შესაბამისი ხუთშა. საკონტაქტო ინფორმაციის მითითება მნიშვნელოვანია, რათა ნებისმიერი კითხვის ან სიახის არსებობის შემთხვევაში მოსწავლეს ან მის მშობელს პირადად დამოკავშირდეს. რაც შეეხება სამუშაო ბლოკს, მასზე დატანილია 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალების სავარაუდო პასუხები. თითოეულ საკითხს 3 სავარაუდო პასუხი აქვს. საინფორმაციო ბლოკის შევსების შემდეგ მოსწავლე იწყებს ტესტზე მუშაობას. სავარჯიშოს შესრულების შემდგომ კი სწორი პასუხები გადააქვს პასუხების ფურცელზე. თითოეულ კითხვას მხოლოდ 1 სწორი პასუხი შეესაბამება. ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მონაწილე შევსებულ პასუხების ფურცელს აბარებს დამკვირვებელს. ტესტი კი თანილი აქვს. კინგსი ისურვებს წარმატებას.